აქ დაიწერა ერთი შეკითხვა და უპასუხებ თქვენი ნებართვით. უბრალოდ შე პოზიციას ვიტყვი, კი არა უპასუხებ კი არა, სწორია პოზიცია. აი ფაილը შენ გეუბნებიან, შენ მოგწერა რომ რევოლუციის მერე პრემიერი იქნებიო, დაგიწერს მამაოსთან, მათო შეკითხვა. ხო და ჩემს ვეტყვი, ჩემსასო, ჩვენ ვართ რევოლუციის წინააღმდეგი, მეგობარო. არანაირი რევოლუციების მოწყობის მოუხრები ჩვენ არა ვართ. ჩვენი რევოლუცია და რასაც თქვენ რევოლუციელებას უწოდებთ, ეს არის ჩვენი სიტყვა. საზოგადოების გათვითცნობიერება, განათლება, საზოგადოებასთან ქადაგება და სიტყვიანი მუშაობა. ეს არის ჩვენი იარაღი. რევოლუციები არის ეშმაკის და რევოლუციები თუ გინდა არსებობენ მაგ ძალები, ეგრეთ წოდებული გეი მემორანდუმზე ფიცდადებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებიანი რევოლუციას აწყობენ. გეი მემორანდუმზე რო აქვთ ფიცი დადებული და როდესაც ჩვენ ბავშვების ყრილობაზე ვლაპარაკობთ, ისინი გააფთრებული აფთრებივით, გააფთრებული აფთარია ძირი. გვიტევენ და გვიტევენ. აი მანდ შეიძლიათ რევოლუციაზე იბრძოლოთ, მაგათთან ერთად. ოღონდ აიმახსოვრეთ, რომ ისინი არიან ბავშვების მკვლელობის მოხრეები და არიან ეკლესიის მოწინააღმდეგეები, ძირითადი ძალები, წამყვანი ძალები. ასე რომ ჩვენი ბრძოლის გზა არის სიტყვა, ზნეობის ხადაგება და სწორედ ამას აქვს ძალა და გავლენა. სიტყვა, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე, ამ სიტყვის წინააღმდეგობის გაწევა არის ძალიან რთული. რა თქმა უნდა, გარკვეული დროით შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა, ამას სოფლის ჩვენი ენით რო ვთქვათ, ბოროტის მსახურმა ძალებმა, საეკლესიო ენას გულისხმობ, მაგრამ გარკვეული დროის მერე აუცილებლად ჩვენ საინფორმაციო ომს მოუგებთ. ჩვენ საინფორმაციო ომში უნდა შევიდეთ და არა თქვათ ფიზიკურ ომში, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ინტერესში შედის არა მარტო თქვათ ეკლესიის ერთიანობა, არამედ სახელმწიფოს ერთიანობა. არანაირი რევოლუციებითა და ძალადობრივი გზით, კანონდარღვევით გზით, რაც უნდა ცუდი იყოს ხელისუფლება, მისი ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ჩვენ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. თუ მაგალითად იმას იტყვი, რომ ცუდად რო იქცევა, რა ვქნათო? ცუდად თუ იქცევა ხელისუფლება, ესე იგი საზოგადოება იმსახურებს ამას, ძვირფასო. და ჩვენ თვითონ ამ ჩვენი საუბრებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებამ შეხედულებები შეიცვალოს, შესაბამისად ეს მოახდენს ზემოქმედებად ხელისუფლებაზე. ან გამოსწორდებიან, ან შეიცვლებიან. მე რაც თავი მახსოვს, აი, ჩემ ახლო მეგობრება იციან, რომ შევარნაძიდან მოყოლებული ღმერთს ვედრები ასეთი ფრაზით. ღმერთო, ან მოაქცი, ან გააქცი. შევარნაძე სააკაშვილზე ასე ვამბობდი და ბიზნა ივანაშვილზედაც ასე ვამბობ. ამ თავრობაზედაც. ღმერთო, ან მოაქცი, ან გააქცი. რასაც მამაო ბიზნას რა ეთყობა? გაიქცევა მოიქცევა შემისრულებს. ერთ-ერთ ორ ვარიანტს ვითხოვ. ერთ-ერთ შემისრულებს. თუ მოექცევიან და ზნეობას დაემორჩილებიან, მორალს დაემორჩილებიან, ეკლესიის მიმართ ფარისევლობას გადაეჩვევიან და მართლა გულწრფელები გახდებიან. თუ სწავლებ, პავლეთ გადაიქცევა, რა გამეხარდება, თუ არა და ჩვენ გავაგრძელებთ ზნეობაზე ლაპარაკს, ბავშვთა მკვლელობის დაგმობას გავაგრძელებთ და შედეგს აუცილებლად დავდებთ. ეს იქნება გარდაუვალი. ისე მადლობა კომენტარისტის, ბოლოს მაინც კომენტარისტის. მე რასაც ბიზნა ივანიშვილს მოიქცევა თუ გაიქცევა? მოდი პროგნოზის გაკეთებისგან გიორგის ვერაცვალე თავს შევიკავებ, განაიმდო კი არა, რომ პროგნოზი არ მაქვს. მაგრამ თავრობის პირდაპირ მნიშვნელობით მოწინააღმდეგეთ რო არ ჩამთვალოთ.